259 ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში და 38 დაღუპული. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს. ავარიების შედეგად წელს რეგიონში 404 ადამიანი დაშავდა. მონაცემების საგანგაშოა საქართველოს მასშტაბითაც 9 თვეში 4480 ავარია მოხდა. 345 კი დაიღუპა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მონაცემები გაზრდილია. სპეციალისტები პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრობენ. საგანგაშო ვითარებაა ჩვენს გზებზე, იმიტომ რომ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით არის გაზრდილი 14%-ით დაღუპულთა ოდენობა წინა წლის იგივე მონაცემებთან შედარებით, ანუ ჯამში არის 345 ადამიანი დაღუპული საგზაო შემთხვევებში წელს. რაც შეეხება თავად საგზაო შემთხვევებს არის 4000-ზე მეტი შემთხვევა, 4480 შემთხვევა და რაც არის ასევე 9%-ით მეტი წინა წლის იგივე პერიოდთან და არის დაზიანებულთა რიცხვი 6000-ზე მეტი, რაც 11-12%-ით მეტია წინა პერიოდთან, წინა წლის პერიოდთან. ეს არის უკვე გადაცილებული, ესე რომ ვთქვათ, იმ ხაზებს, რაც შეიძლება ითქვას საგზაო საფრთხოებაში არის რაზეც საუბრობთ. საქართველოში ჩვენ, როდესაც გვაქვს საგზაო საფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც გაეროს მოქმედების დეკადას, ასე ვთქვათ, ფეხდაფეხ უნდა მიყვებოდეს, იმიტომ რომ შეერთებულია საქართველო ამ მოქმედებას, ამ დეკადას და მის მიზნებს უნდა რაღაცნაირად ეხმიანებოდეს და საპირისპირო ხდება ადგილზე. მაგალითად ის რომ დღეს სიჩქარის გადაჭარბება კვლავ წამყვანი მიზეზია, ის რომ არასწორი მანევრირება და საპირისპირო ზოლში გადასვლა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება და ფატალური შედეგები მოაქვს. ის რომ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები პრაქტიკულად არ მიმდინარეობს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამის შედეგი არის ის, რაც დღეს გვაქვს გზებზე, სასკოლო ზონები, ტოლერანტული სიჩქარის ზღვარი, რომელიც დღეს 15 კმ/სთ არის და ჩამოსაწევია. მნიშვნელოვანი არის ის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, რომელიც მოქმედებს ევროპის ქვეყნებში და ჩვენმა ორგანიზაციამ ფონდმა ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩაატარა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ქულათა სისტემის შეფასებას ევროპულ ქვეყნებში და რამდენად მნიშვნელოვანი არის მისი დანერგვა საქართველოში სიჩქარის პრევენციის კუთხით და ეს კვლევა გვაჩვენებს, რომ დაახლოებით 15-20%-ით ამცირებს სიკვდილიანობას მსგავსი ინიციატივების მიღება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის ქულების სისტემა მივაბად სიჩქარეს და ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ სტატისტიკის მონაკვეთზე, სადაც ფეხით მოსიარულეთა გარდაცვალება არის აღწერილი, ანუ გაზრდილი არის წინა წლებთან შედარებით და ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია ისევ და ისევ ქალაქებში, ურბანულ დასახლებებში მაღლა სიჩქარეზე მოიხსენებათ 60 კმ/სთ პლუს ტოლერანტობა 15 კმ/სთ არის ჯამში ისეთი სიჩქარე, სადაც ადამიანის ამ ფეხით მოსიარულის გარდაცვალების რისკი არის დაახლოებით 80-90%. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ურბანული ლიმიტების გადახედვა არის მნიშვნელოვანი, რადგან სიჩქარე ურბანული ლიმიტები, სასკოლო ზონები, რომელიც 30 კმ-ზე ზევით არ უნდა იყოს სიჩქარის ყურებთან და მსგავსი ინიციატივების გათვალისწინება უნდა მოხდეს, რამაც რეალურად ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში სიკვდილიანობისა და დაშავებულობის შემცირებას.